ძველ სამყაროში ადამიანებს ათობით ღმერთის სამყარო. ყველა ღმერთი თავის რიტუალს ითხოვდა. სამყარო ღმერთების დავებისა და ახირებების ასპარეზი იყო. როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანის მორალი ასეთ სამყაროში. სხვადასხვაგვარი, წინააღმდეგობრივი, დამოკიდებული იმაზე თუ რომელ ღმერთს ემსახურებოდა იმ დღეს. მონოთეისტური რწმენა კი ერთი ღმერთისა, სულ სხვა პერსპექტივიდან ახერვინებს სამყაროს ადამიანს. მონოთეიზმი უბრალოდ ღმერთების რიცხვის ცვლილება არა. ეს სამყაროს, ადამიანისა და რაც მთავარია მორალური კრიტერიუმების სრული ცვლილებაა. მაშ რას ნიშნავს ჩვენთვის ის, რომ ღმერთი ერთია. პირველი და უმთავრესი თუ ღმერთი ერთია, ესე იგი სულიერებისა და ზნეობრივი კრიტერიუმების წყაროც ერთია. არ არსებობს ცალკე სიკეთე, მეომრისათვის და თქვათ ცალკე სიკეთე ვაჭრისათვის. სიკეთე, სამართლიანობა, მოწყალება და ჭეშმარიტება უნივერსალური და აბსოლუტური ხდება, რადგან ისინი ერთი უცვლელი საღვთო-ნებიდან მომდინარეობს. მონოთეიზმი ამტკიცებს, მორალური კანონი ერთია ყველა ადამიანისათვის და ის უცვალებელია ყველა დროში. მონოთეიზმი აქრობს ბოროტების როგორც სხვა ღმერთის ნების გამართლებას. არსებობს მხოლოდ ერთი ორიენტირი და ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი მიუყვებით მას თუ არა. მონოთეისტური რწმენა ადამიანს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების შინაარს აბსოლუტურად სხვა სიმაღლიდან აჩვენებს. მონოთეიზმისათვის არ არსებობს ორი საწყისი მხოლოდ ერთია და რადგან ერთია ღმერთი, ამიტომ მხოლოდ სიკეთე შეიძლება არსებობდეს. მისგან განსხვავებული ნებისმიერი რამ ბოროტება გამოდის. მონოთეიზმისათვის ბოროტებას არ აქვს საწყისი ღმერთში, ამდენად მონოთეიზმი სიკეთესთან და ბოროტების ნებისმიერ დაპირისპირებას ამ უკანასკნელის უპირობო ფიასკოთი განიხილავს. გარდა ამისა, თუ ღმერთი ერთია, მაშინ ყოველი ადამიანი მისი უნიკალური და განუმეორებელი ქმნილებაა. ადამიანი არ არის უპიროვნო ძალების შემთხვევითი პროდუქტი ან ტომობრივი ღვთაებრივი საკუთრება. ადამიანი პიროვნებაა, შექმნილი ერთი ღმერთის ხატად და მსგავსად, რომელთანაც უშუალო პიროვნული ურთიერთობა აქვს. მონოთეიზმისათვის ადამიანი უსასრულო დიდ ღირებულებას წარმოადგენს. მონოთეიზმის დიდი დამცველი წმინდა ათანასე ალექსანდრიელი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ გამსჭვალავს ერთი საღვთო გონება, ანუ ლოგოსი, მთელ ქმნილებას და ანიჭებს მას ჰარმონიასა და აზრს. როგორც ვინმემ რომ მოისმინოს მრავალსიმიანი ქნარი და გაუცდეს ჰარმონიით და ამით მიხვდეს, რომ ის თავისით არ აწყობილა, არამედ არსებობს ვიღაც მუსიკოსი, ასევე გონებამაც, რომელიც ხედავს წესრიგსა და თანხმობას სამყაროში, აუცილებლად უნდა იფიქროს მის მმართველსა და შემოქმედზე. ასევე ყოველი ადამიანის ცხოვრება ეს არა შემთხვევითი ბგერა, არამედ უნიკალური სიმია ამ საღვთო სიმფონიაში. მონოთეიზმი ცხოვრებას ერთიან მიზანს ანიჭებს. თუ სამყაროში მრავალი ღმერთი არსებობს სხვადასხვა მიზნით, მაშინ ადამიანის ცხოვრება რისკის ქვეშ დგება, რომ ის ამ ღმერთებს შორის უაზრო ფუსფუსად და ხეტიალად იქცეს. მაგრამ თუ ღმერთი ერთია, ესე იგი მთელ ქმნილებასა და თითოეულ ჩვენგანს აქვს ერთი უმაღლესი მიზანი და ეს მიზანია მისკენ როგორც ყოველი სიკეთის წყაროსაკენ სწრაფვა. ჩვენი ქმედებები არა უბრალოდ წესების შესრულება, არამედ ნაბიჯებია ამ დიდი მიზნისაკენ მიმოვალ გზაზე. ეს იდეა შესანიშნავად გამოხატა გამოჩენილმა მოაზროვნემ და მწერალმა კლაივ ლუისმა. ჩვენ მუდმივად მივმართავთ ქცევის გარკვეულ სტანდარტს, რომლის შესახებაც ველით, რომ ჩვენმა თანამოსაუბრემ ეს იცის. ეს იმას მოწმობს, რომ ჩვენ გვწამს სამართლიანობის რეალური კანონის არსებობა, რომელიც ჩვენს მიერ არ არის დადგენილი და რომლის იგნორირების უფლებაც არ აქვს. ამდენად მონოთეიზმი მხოლოდ განყენებული დოგმა არაა. მონოთეისტური რწმენა პირდაპირ აყალიბებს ჩვენს აზროვნებას. ის გვაძლევს უნივერსალურ საზომს თითოეულ ჩვენგანს უსასრულო ღირებულებას გვანიჭებს და ცხოვრების ერთიან უმაღლეს მიზანზე მიგვითითებს. ერთი ღმერთის რწმენა ეს ერთობის შინაარსია. ეს მოწოდება ავიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი აზრები, სიტყვები და საქმეები არა მრავალ წინააღმდეგობრივ სურვილს, არამედ სიკეთისაკენ მიმართულ ერთიან ნებას ემორჩილებოდეს.